მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვილაპარაკო ადამიანზე, რომელმაც გუბას სანიკიძეს 100 კილომეტრით წინ გაასწრო უნამუსობაში. მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს თუ ამ ქვეყანაში ადამიანი გამოჩნდებოდა, რომელიც გუბას სანიკიძეს აჯობებდა უსინდისობაში და სიფარჩაკეში, მაგრამ აგერ ალეკო ილისაშვილმა აჯობა კი არა, როგორც უკვე აღნიშნე, 100 კილომეტრით წინ არის და 100 თავით მაღლა გუბას სანიკიძესთან აი ამ უნამუსობის და სიფარჩაკის ამბავში და ინგა გრიგოლიასთან იყო ეთერში და ძალიან მოკლე მონაკვეთი ვნახოთ, ჯერ ჩაცმულობასაც დააკვირდით, როგორი ჩაცმულობით დადის ეს ფარჩაკი ეს და მოусმინოთ ძალიან მოკლე მონაკვეთს და მე გავაგრძელებ. ციხეში მებრძოლები მკიცახა. ასე ხა მე მინდა რაღაცა მეთქვა. მე ხელი გაუწოდო სააკაშვილს. არასოდეს. ადგადა პირდაპირ სააკაშვილს უწუდის ხელს და რავი, ყოჩა მალადეც შეგძლებია. აი ტრაკის თამაში ეგეთი უნდა, შენ რო შეგძლებია ალეკო. სხვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მე ერთი ვიდეო გაკეთებული მაქვს ამ ფარჩაკზე ამაზე და იქ ვიძახი ესეთ რაღაცას, რომ მამუკა ხაზარაძემ ალეკო ილისაშვილს არაპატია ისეთერი, სადაც შეურაცხყოფებს აყენებდა ხაზარაძეს და სწორედ იმიტომ იყიდა მამუკა ხაზარაძემ ილისაშვილი იმ ეთერის შემდეგ, რომ მთელი ქვეყნისთვის ეჩვენებინა თუ როგორი ფარჩაკი არსებაც არის და ამით ხაზარაძემ დაგვანახა ყველას, რომ აი ეს ბანძი, აი ეს ფარჩაკი მლანძღავდა მეო. ერთადერთი ამ მიზნით იყიდა ხაზარაძემ, რომ თავიდან ბოლომდე გაეფარჩაკებინა და მთელ ქვეყანას დაგვენახა ელისაშვილის ნამდვილი სახე. სხვა არაფერში არ ჭირდება ხაზარაძეს ელისაშვილი და აგერ ნახავთ ძალიან მალე პროჩი ამოარტყავს წიგნს და გამოაჯმევინებს იქიდან. როგორც უკვე აღნიშნე, ერთადერთი ამ მიზანს ემსახურებოდა ელისაშვილის ყიდვა, რომ ამით აბაროტი მიცა ხაზარაძემ და მთელ ქვეყანას ძალიან კარგად გვანახა ამ ფარჩაკის ნამდვილი სახე. მაგრამ ერთი უნამუსობა არ იკმარა ელისაშვილმა და ერთხელ რო გაფარჩაკდა, ბარემ ბოლომდე ჩააჭირა და ამ სიფარჩაკის პიკშია უკვე და აგერ პირდაპირ დადგა და სააკაშვილს უწუდის ხელს. სააკაშვილს იმიტომ უწუდის ხელს, რომ ამისი ხელი ვის რაში ჭირდება საერთოდ. ნორმალური ამას ვინ ჩამოართმევს ხელს ამ პოლიტიკაში და ამ პოლიტიკის გარეთ და რო იცის როგორი ფარჩაკიც არის, ადგა და იმიტომაც პირდაპირ სააკაშვილს გაუწოდა ხელი და რავი, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი შენ კიკუ და აგერ მიშას. და რავი, შეერჭეთ პროჩი ერთმანეთს თავებით და რითიც გინდა იმით თქვენი ფარჩაკი დედავატირე მე. ჩაცმულობით ბაძავს ზელენსკის, რაღაცა ხაგის ფერებში დადის და რავი, გოიმი ტიპია რა, ერთ სიტყვით უნამუსო გოიმი არსება, რომელიც პაკაზუხა ტიპია, უკრაინაში გაიქცა ჯერ რო იქ რაღაცა ვითომ უკრაინელ ძმებს უნდა დახმარებოდა რუსეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. 2 კვირა გაჩერდა იქა ისელფავა, მერე ის თავისი თანამებრძოლები, ვისთანაც ჩავიდა დასახმარებლად, მიატოვა, გამოიქცა ისე თბილისში და მერე აქ დაუწყო ვითომ რუსებს ბრძოლა პარლამენტში, ვირთხასავით მიეპარა ბინარაძეს და ჩაარტყა და შენი რუსი დედა მოტყანო აგინებდა და თუ რუსებთან ბრძოლა უნდოდა ამ ჩემისას, იქ იყო და ეომა, აქ რო ეძებს, აქ ვისის რას ეძებს რუსებს. იქ ყავდა რუსები და რავი, ეომა თუ ესეთი მაგარი ბიჭია, მაგრამ არაფერი მაგარი ბიჭი ეს არ არის, ჩვეულებრივი ფარჩაკი კიკუ არსებაა რა, კიკუ კაცია რა, მეტი რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ხო, კიდე რითი დაგვამახსოვრა თავი და 85 წლის კაცს რუსთაველზე წიხლები უტყამ ფარჩაკმა ამან და კაცობს ამით და რო თბილისელობს ეს სირიეს თბილისელები ეგრე არ იქცევიან და არ მოსულა იქ თბილისურად ეგრე რომ
85 წლის კაცს ქუჩაში წიხლები უტყა, რაც არ უნდა გითხრას და არც თბილისურად და არც ქართულად და არც საერთოდ კაცურად და არა ადამიანურად არ მოსულა ეგ, რომ ამ ხელაკაცს, ბაბუის ხელაკაცს წიხლები უტყა ქუჩაში. მაგრამ აი რაც ფარჩაკი არსებაა, ის ფარჩაკი საქციელები აქვს და ეგ არის და ეგ. მოკლედ ეს არის ისი თქმაც მინდოდა და მამუკა ხაზარაძეს მე პირადად, რავი, შევაქებდი, რომ ყოჩა ხაზარაძეს, რომ მთელ ქვეყანას ვაჩვენა აი ამ ბანძი არსების კიკუელისაშვილის ნამდვილი სახე და ამისთვის აი ნამდვილად მადლობა ეკუთვნის ხაზარაძეს, რომ ჩამოხსნა ელისაშვილის ნიღაბი და დაგვანახა, რომ აი ესეთი ყლეობა არსება მლანძღავდა მეო და აგერ ნახეთ სინამდვილეში რა ყლეობაც არის. ეს არის და ეს